არა, არ თulis საერთოდ რომ საქართველოს პატრიარქი სიძულვილის ენით საუბრობს, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი პატრიარქი სიყვარულს ქადაგებს, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. ანუ LGBT საზოგადოებას თუ ეს ავადმყოფობა უწოდა, ჩემი აზრით ნამდვილად ავადმყოფობაა და ჩემთვისაც მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ტრადიციების ქვეყანა ვართ საქართველო და მარტო იმისთვის რომ თუ არ არის ჩვენი სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა, უმეტესობა ქრისტიანი ცხოვრობთ აქ და მარტო ამას უნდა ვცეთ პატივი. არანაირად არ ვეთანხმები მაგას, რომ პატრიარქი სიძულვილის ენით საუბრობს. არა, რა თქმა უნდა, არ საუბრობს სიძულვილის ენით, პირიქით მოგვიწოდებს სიყვარულს და დანაშაულია, რა თქმა უნდა, მაგის თქმა, რომ ესე საუბრობს. არ საუბრობს, გამორიცხულია საქართველოს პატრიარქი საუბრობს ნამდვილად როგორც ქართველი, როგორც ქრისტიანი, როგორც მართლმადიდებელი. საქართველო გადააჩინა მართლმადიდებლობა. საერთოდ უნდა აიკრძალოს მაგ თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ პატრიარქი თავის აზრს გამოქვამს ჯერ ეს ერთი და მეორეც უბრალოდ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და ჩემი აზრით ის რასაც პატრიარქი ლაპობს, ქადაგებს, ეს ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს ყოველთვის და არანაირი სიძულვი აქ არ ჩანს. საქართველოს პატრიარქი ზუსტად ლაპარაკობს იმის შესახებ, რაც არის დღევანდელ დღეს. ხალხი, რომელიც LGBT-ს მიეკუთვნება და არიან ნახევრად ქალები, ნახევრად კაცები, თვლი რომ ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი მალავდნენ თავიანთ ამ მდგომარეობას და დღესაც ჩვენ ვართ უფრო აზიელები, ვიდრე ევროპელები. ამ თვალსაზრისით ქართველი ხალხი ვერასდროს ვერ შეეგუება იმ აზრს, რომ აი ესეთი ახმაურება და ესეთი აჟიოტაჟი გამოიწვიოს მისმა მომხრეებმა. ჩემი აზრით სიძულვილის ენით როგორც ასე არ საუბრობს, უბრალოდ ხალხს ძალიან მკაფიო რეაქცია აქვს მის ნათქვამზე. იმიტომ რომ სასულიერო პირი ვერც ერთ ვარიანტში ვერ იტყვის რომ დავუშვათ ჰომოსექსუალიზმი არის მისაღები. ანუ რელიგია ასე ასწავლის და ყველა ვარიანტში უნდა იქადაგოს ის, რასაც თვლის ჭეშმარიტებად. ცალკე საკითხია ჰომოსექსუალიზმი არის თუ არა დაავადება, მაგალითად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმის დაავადების ნუსხიდან ამოიღო თუ სწორად მახსოვს 1995 წელს. დიახ, საუბრობს სიძულვილის ენით, იმიტომ რომ არ უნდა ხდებოდეს საერთოდ რა ეგეთი რაღაც. სიტყვის ჯერჯერობით სიტყვის თავისუფლებაც უნდა იყოს და მე გენდერული თავისუფლებაც უნდა იყოს თავისთავად და ასე რომ პატრიარქს არ ვეთანხმები. მეც ვეთანხმები, იმიტომ რომ რაღაც ყოველს აქვს თავისუფალი ნება. ყოველს აქვს თავისუფალი აზრი, ვისთან უნდა, როდის უნდა. ამიტომ ეს სიძულვილის ენით არ უნდა ვსაუბრობდეთ არც პატრიარქი და არც ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი. ყოველი ადამიანი არის თავისუფალი. კი ბატონო. ადამიანი არის თავისუფალი. კლიშეები არ არსებობს. არჩევნის უფლება გვაქვს ყველას. სიძულვილის ენის კრიტერიუმებში ესე ძალიან კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ის დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის პირადად ყოველ შემთხვევაში პატრიარქი არ არის ის პიროვნება, რომელიც ადეკვატური შეიძლება იყოს ნებისმიერ რაღაცის შეფასებას, მით უმეტეს რაც დაავადებას ეხება. პირადად მე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვარ და ვადასტურებ, რომ არც ICD-10-ში და არც DSM-4-ში ანუ შესული არ არის როგორც დაავადება, არანაირი კოდი არ აქვს მინიჭებული, რამდენიმე დღის წინ გავადავამოწმე. რამდენად სიძულვილის ენად აღიქმება ის, რომ შეიძლება დაავადებულად შერაცხონ ჰომოსექსუალები, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ დაავადება, ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს რაიმე სტიგმა ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ეს მისი განზრახვა არ არის, მაგრამ თუ სიძულვილის ენის კრიტერიუმებში ეს ჩნდება, რომ ეს ესე არ უნდა იყოს, ალბათ საუბრობს. არ საუბრობს. ჩვენი პატრიარქი არ საუბრობს სიძულვილის ენით არაფერს. პატრიარქის სიტყვა არის გადამწყვეტი საერთაშორისო მისიებთან და იმ ადამიანებთან, მაგრამ არ ვიცი ახლა როგორ ხდება, მაგრამ მე როგორც LGBT, ანუ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იყოს დაჯილები. რა თქმა უნდა, ეს პატრიარქის გადასაწყვეტია და პატრიარქმა სწორედ ის თქვა, რაც საჭირო იყო საქართველოსთვის, იმიტომ რომ არ უნდოდა რომ ქვეყანა გარყვნისკენ და რაღაცა სისულელებისკენ ყოფილიყო რა. ნამდვილად არ საუბრობს, ის ჩვენთვის სიწმინდეა და გაიგივებულია ქართველიერი სიწმინდესთან და ვერ ვიტყოდი რომ საუბრობს სიძულვილის ენით. პირიქით ის ტრადიციების წამებწვისკენ არ მოუწოდებს. როგორ შეიძლება ესეთი დიდი პიროვნება, ესეთი ადამიანმა სიძულვილის ენით ელაპარაკოს? პატრიარქი არასოდეს არ ილაპარაკებს სიძულვილის ენით. პატრიარქი ისეთი ადამიანია, ჩვენი გული და სულია. ქართველი ერის, გამაერთიანებელი ყველა ერის. ის არის სიყვარული, ღმერთისგან გამოგზავნილი ადამიანი, რომელიც ქართველებს
გადაგვარჩენს ჩვენ მისი დარიგებები, თუ კი შევისმენთ, თუ კი დავიჯერებთ, როგორ შეიძლება. ეს დაავადებაა, შვილო, მართლა დაავადებაა. ეს არის მართლა დაავადება და ამას უნდა განკურნება. ჩემი აზრი ასეთია. წარმოუდგენელი ეგეთი შეფასება, იმიტომ რომ პატრიარქი პირიქით სიყვარულს ქადაგებს და სიძულში დაადანაშაულო, რა ვიცი, ჩემი აზრით სისულელეა. პატრიარქი არანაირად არ საუბრობს სიძულვილის ენით, პირიქით ის ლაპარაკობს სიყვარულზე, ყველა მისი ქადაგება არის სიყვარულით სავსე და მოგვიწოდებს, რომ როგორებიც არ უნდა ვიყოთ ადამიანები, გვიყვარდეთ. პატრიარქს უყვარს ყველა ადამიანი განურჩევლად, მათი საქციელისა, მათი პრობლემებისა, ყველა უყვარს და ლოცულობ ჩვენთვის. დაუჯეროთ პატრიარქს. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი.